გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ვარ ბექა მურვანიძე, კვლავ ვაგრძელებთ თხრობას Led Zeppelin-ის შესახებ. Როგორც მოგახსენეთ, პიტერ გრანტი, ჯიმი პეიჯი, როგორც ჯგუფის დამაარსებლები, ვინც საფუძველი ჩაუყარა ჯგუფს, გადაწყვიტავს, რომ უბრალოდ უკვე დადებილია კონტრაქტი Atlantic Records-სთან, მაგრამ მოხდება ასეთი რაღაცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია Led Zeppelin-ის ბიოგრაფიაში. Columbia Records-ის ძალიან ასევე დამოუკიდებელი ცნობილი ხმისჩამწერი სტუდიის დირექტორი ჯერი ვექსლერი გადაწყვიტავს, რომ ჯიმი პეიჯი ერთგვარად მოისყიდოს, ანუ გამოსტაცოს Atlantic Records. და მას შეთავაზებს კონტრაქტს, რაზეც რა თქმა უნდა მიიღებს ჯიმი პეიჯისგან ვარს, გამომდინარე იქიდან, რომ კონტრაქტზე უკვე ხელი მოწერილი იყო Atlantic Records-თან. და ჯიმი პეიჯი ნიუ-იორკის ანდერგრაუნდის მუსიკალური ანდერგრაუნდის გასაცნობად გადაწყვიტავს, რომ ესტუმროს მაგალითად მაიამის, ესტუმროს ჩიკაგოს, ესტუმროს ლოს-ანჯელესს, ესტუმროს როგორც სესიური გიტარისტი ესტუმროს კალიფორნიას და მას ნიუ-იორკში შემთხვევით ის ნიუ-იორკში აღმოაჩენს თავის ძველ მეგობარს, რომელიც მან ლონდონში გაიცნო და თავისი ბავშვობის მეგობარი იყო, საუბარია ჯეფ ბეკზე, რომელიც პოპულარობის პიკში იყო იმ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში, როგორც აღნიშნე და ყველა დამოუკიდებელი ხმისჩამწერი სტუდია, მათ შორის Atlantic Records-ი, ცდილობდა, რომ თავის მხარეზე გადმოებირებინა ის. ჯიმი პეიჯი ჩიკაგოში ჯეფ ბეკთან ერთად შეასრულებს You Shock Me და რის შედეგადაც ჯეფ ბეკი ძალიან გაოცებული დარჩება და ასევე გაოცებული დარჩება იმისგან, მას შემდეგ, რაც ჯიმი პეიჯი ეტყვის მას, რომ ბონზო, ანუ ჯონ ჰენრი ბონემი უკვე მის ჯგუფშია და მის ჯგუფს ქვია Led Zeppelin-ი. მანამდე იყო მცდელობა, რომ ჯეფ ბეკის ჯგუფში დაეკრა ჯონ ბონემს. იმ შემთხვევაში ჯიმი პეიჯი არ გამოდის ნიუ-იორკში Led Zeppelin-თან ერთად, ანუ ჯერ არ დაწყებულა ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების ტურნე. ის ეხმარება ჯეფ ბეკს, გამოდის ძალიან ცნობილ ჯგუფებთან, როგორიც იყო ჯეფ ბეკ გრუპ, სპენსერ დევის გრუპ, როგორც იყო ვანილა ფუჯი და ძირითადი ინსტრუმენტალი, ანუ ძირითადი საკავერო ნომრები, მოდი ესე ვთქვათ, ისევ და ისევ შედგებოდა არა მარტო თეთრკანიანი მუსიკოსების შემსრულებლებისგან, როგორც იყო მაგალითად როი ორბინსონი, როგორც იყო ტომ ჯონსი, არამედ შედგებოდა ძირითადად შავკანიანი მუსიკოსების რეპერტუარებიდან, როგორებისა სონი ბოი უილიამსონი, როგორც არის მადი ვოტერსი, რომლის სახელი ქუხტა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მოგვიანებით გახდა